დილანშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ, ხომ ხართ კარგად? სველი თავი თუ არ მოსული, არ შეიმჩნიოთ, უბრალოდ შევიკარი და სანამ გაშრება, მე საჭმელი უნდა გავაკეთო. დღეს მომცეს საკაზი, გაგვიკეთე მალახტოლობიო. ხო და უნდა გავაკეთო. წვანილები გადავარჩევ. დღეს მაქვს აი ხაშლის ლობიო ასეთი. გავარჩიო ეხლა და მე შევუდგე გაკეთებას. ამას არ უნდა ბევრი ამბავი. გავდეცხავთ, დავადგა მოკლე წყალში და მე თავარია გავამზადო მწვანილები და მიგოსი. უცბად გაკეთდება, რომ მოიხარშება. კი მაქვს ერთ ვიდეოში ეს ნათქვამი გადაღებული. ხო და რა ვიცი, გაჩვენებთ მაინც. ბებიაჩემი აკეთებდა ამ მალახტოს. წინ ისე იყო, სად იყო ამდენი საშუალება გაზი ის და ბუხარში აკეთებდა ქვაბით, ჩამოკიდული ქვაბით, ქვემოდან ცეცხლით და ბებიაჩემი კი არა კაჭარაში მასეთ ქვაბს ეძახდნენ კარდალა. ხო და იმ კარდალაში გაკეთებული მალახტო იმ ალში ცეცხლის ალის სუნი და გემო რომ დაყვებოდა, ის გემო იყო სულ სხვანაირი და ხომ ვაკეთებ ახლა მეც და კარგია, გემრიელია და შეკვეთაც მომცეს რომ გააკეთეო სახლში, მაგრამ იმის გემო სულ სხვა იყო. ხდებოდა ის ალის გემო საჭმელს. ანუ ხდებოდა და ან კიდე ამდენი რამე რომ არ იყო და იმით ვიზრდებოდით, ის ვიცოდით და ის ვიყავთ. თან კიდე ბებიას გაკეთებული იყო და უფრო გემრიელიც იმიტომ იყო. დილიდან რომ გავაკეთებ ახლა საჭმელს და მოვიმთავრებ ამას. მერე კაია. დილა არა მთლად ისეთი დილა, 11-ის ნახევარია. ჭაცაც გამოვაცხობ და დღევანდელი სადილი გამზადებულია. ხო, გელა რომ ჩამოვა, იმას უყვარს ტოლმა. და ხვალე სულ ცოტას იმდენს გავაკეთებ, რომ მან რომ ჭამოს, რომ ჩემებს უკვე აღარ უნდათ და მას გავუმზადო, იმან მიჩვეულია იცის, რომ რა დროსაც არ უნდა ჩამოვიდეს, დილაც რომ იყოს, ხო? დილის 7 საათის ის შეჭამს ჩემთან ტოლმას. ჩემი აკეთებული უყვარს. ხალის յალანჩი ტოლმა. ხოლე საღამოს ცოტას გავაკეთებ. დღეს სიგრილე გვაქვს. ცოტა წამოწვი მაწაღა, ოდნავ. გადაიღო ისევ და კაი სიგრილეა. წუთამდელ ვიდეოში. საერთოდ არ იყო ისეთი ვიდეო, კიდაც საყურებელი, მაგრამ რომ დავჯექი ჩავთე გადასაღება თანამედროვე შემოვიდა და მე როგორც გამოვიდა ვიდეო ისე გამოვიდა. კრიანიც იყო და მოდიო მომთავრეთ, ახლა მწვანეს გავარჩიო. დანა მომიტანო და
ამის მწვანილებს რომ გაამზადებ, უკვე დგას იმ მალახტოს სუნი. ხდება ეს ყველაფერი და ხა ისე ვასუფთავებ, რომ არ გაფუჭდეს, ამდენი არ უნდა კინცი. რეჰანი რეჰანიც უნდა, რა თქმა უნდა. უხრახუში არ უნდა. მაქვს ახლა, მაგრამ ეს არ უნდა. ესეც შაშპრამი არ უნდა, თუ პირიქით არ ვიცი. მე დავბერდიდავს სწავლობ და ვერ ვისწავლე. რეჰანი და შაშპრამი. კი მითხარით ამას წინ, მაგრამ მაინც არასწორად ვამბობ, ხომ ხედავ. პრასი უნდა აუცილებლად და ნედლი პიპილი უნდა. და ზოგიერთი ერთ-ორო ცალ ტყემალსაც აგდებს შიგნით, რომ ცოტა უფრო სიმჟავის გემოსკენ წავიდეს. სიმჟავის არა, უფრო სხვა გემოსკენ წაიყვანოს. კარგია უხდება, მაგრამ რა ვიცი, ბებიაჩემი არასდროს არ უკეთებდა და არც მე არ ვუკეთებ. და ისე კი, ბევრი აკეთებს მასე. ესეც ნორმალურად უნდა, არ უნდა ბევრი. აი, ეს არის მწვანილები. მეტი არ უნდა. დანარჩენი მწვანილი შევინახო. არ მინდა. ეს ქვაბები არის მისწრება ასეთი საჭმელისთვის, ხორცისთვის და ამაში გავაკეთებ ახლა. იქით სარეცხი მანქანაა ჩართული, იქით ხმარობს. ჩემს სახში ყველაფერი ხმარობს. ერთმა ადამიანმა მითხრა საჭმელს რომ გავაკეთებო. მე სულ წასულოს მყავსო, სტუმრები მყავსო და საჭმელი რომ ბევრიო გამომდისო, მე იმასო გადავიტანო. კონტეინერებშიო და ჩავყინავ. შევჭამეთ თუ ვერ შევჭამეთო, იმასო ჩავყინავ და მე უცებო სტუმარი რომ მოვაო. გავხსნიო, ჩავყინავსო, გავაცხელებ და შვენივრათო გამომადგებაო და ასე მე არ გამოგწია არასდროს და ეგ რამდენად შეიძლება, ნამდვილად არ ვიცი. არასდროს არ გამიკეთებია მას. რომ ჩავყინო და მერე გამოვიყენო. წყალი ბევრი არ უნდა, ცოტა ნახევარს დავამატებ. აქვაბში ორჭიქა ნახევარი დავამატე. ხმა იყურია. არა, მეჩვენა. ჩაი ხარშოს. წყალსაც ჩავყრი ხა. ძმარია და მარინია წყალში და გავაჩერებ და მაინც არ შეიძლება მე მგონი ისე რომ
გარეცხო უბრალოდ და გააკეთო. ცოტა მარილი და სულ ცოტაც მარი. სულ ცოტა. გავაჩერე ცოტა ხანი და მე კარგად გავრეწე. ეხლა მე სულ ვამბობ, რომ დანაყული მირჩევნია მეთქი მწვანილები. და მართლა მირჩევნია, მაგრამ ეხლა მაგის უნარი არ მაქვს, რომ ეს დამნაყო 1 საათით. არა და ჯამში დანაყოს მართლა სხვა გემო აქვს. ცადო ძელ არ მერჩის, რომ ასე გავაკეთო. მარილი მწვანე პირპირი უხდება და ავეწყდა ჩემი ოღონდ ახლა მაგისტრის მაღაზიაში ვერ ჩავარ. ისე ძალიან გემრიელია მართლა მწვანე პირპილით უფრო სხვანაირი გამოდის. ნიგოზიც გადასარჩევი მაქვს. ატეხილია გარჩეულია, მაგრამ მაინც გასარჩევია. ეხლა ცოტათი რომ გააკეთო ნიგოზით არ იქნება გემრიელი და არც ბევრი არ უნდა. გადავარჩევ და ზოგ შევინახავ და ზოგსაც მოიხმარ ეხლა. დღეს თუ მოვახერხე წასვლა მინდა სტუმრად, მაგრამ თუ მოვახერხე და თუ ვერა და არც არაფერი, უბრალოდ რაღაც თან მაგ გეგმაში და თან კიდე არ ვიცი წავალ თუ არა და აღარ ვამბობ წინასწარ მაგიტომ რომ საათი. თუ წავედი, მე გეტყვით. მახსენდება, როცა ამას ვაკეთებ, სულ ბებიაჩემი მახსენდება, რატომ არ ვიცი. ის პერიოდი როგორ აკეთებ და როგორ ფუსფუსებ და იმ ბუხრის წინ სულ ყოველ გაკეთებაზე მახსენდება. ჩემი ბავშვობა იქ ბებიასთანაა გატარებული, იმდენი დედასთან არ მახსენდება ბევრი რამე, მაგალითად, რამდენიც ბებიასთან. იმიტომ რომ ფაქტიურად მე იქ ვიზრდებოდი. სანამ ბებია სულ მარტო არ დარჩა. ბებია რომ მარტო დარჩა, მე დედასთან ჩამოვიყვანეთ. ჩემ ოჯახში დედასთან, მამასთან ჩამოვიყვანეთ და მანამდე იქ იყო ბაბუას გარდაცვალებამდე. ცოტა ხანი მერეც იყო, მაგრამ მერე მალე წამოვიყვანეთ და იყო ჩვენთან. ბაბუა ჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. თუ არ მეშლება, მაგრამ ასე მახსოვს მე. ბაღჩაში მუშაობდა, ამოვიდა, თქვა რომ მე პატარა ვიყავი, მესამე კლასში ვიყავი, ბაბუა ჩემი რომ გარდაიცვალა და მე მოყოლის უფრო ვამბობ, ვიდრე მე იმდენად არ მახსოვს. რაღაცები მახსოვს, როგორ არა, მაგრამ ეხლა ესეთი რომ ყველაფერი მახსოვდეს, არა. ხო და ბაღჩიდან რომ ამოვიდა, რაღაც ვერ ვარო, გულზე ხელს იჭერდა. მამა ჩემი ყვებოდა ამას. გულზე ხელს იჭერდაო და უცებ ჩაწვა ლოგინად, სასწრაფო გამოიძახეს და მალევე დაიღუპა. გარდაიცვალა. სავარაუდოდ გული და მაშინ ასე სად იყო მედიცინა, ეხლა ზუსტი დიაგნოზი ეთქვა, საავადმყოფოში არ გადაყვანილა, სასწრაფო რომ ამოვიდა, უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ხო და სავარაუდოდ იყო გული. არა და არასდროს არ აწუხებდა, არასდროს არ უჩიოდა არაფერს. შრომელი იყო, ყანა ბაღჩას თვითონ ამუშავებდა და არავის არ წაიყვანდა, მარტო აკეთებდა ყველაფერს. ხო და მაშინაც იქიდან ამოვიდა, მაგრამ არ ვიცი. ეტყობა ქონდა რაღაც პრობლემა, მაგრამ ვერ ხდებოდა და თვითონ არ უჩიოდა. ხო და მე ბებია რომ მარტო დარჩა, ცოტა ხნის მერე წამოვიყვანეთ ჩვენთან.
და იქაც ბებია ფაქტიურად იქაც ბებიასთან ვიყავი სულ, იმიტომ რომ დედაჩემი ხან სად იყო, ხან სად სამუშაოებზე და ბებიაჩემის გვერდით ვიყავით სულ. და იმიტომ ვახსენებ სულ ხშირად ბებიაჩემს. მასთან გაზრდილი ვარ და ამას ნიორი არ უნდა მეგობრებო. ნიორი არ უნდა. წვანილები რაც გავრეცხე და გავამზადე, გაჩვენეთ პირპილი, მარილი და ეს დავაბლენდერებ და სულ მოკლე წვენი რომ დარჩება, შევკაზმავ და ეგაა. ლობიო თითქმის მოიხარშა, სულ ცოტა უკლია. ეხლა მე მჭადსაც მოვზილავ. უმარილო მჭადი, ჩვენ მარილიანი მჭადი მარილიან ჭადს არ ვარცხობ. ბევრი აკეთებს მარილით. ამასაც ჩავაკრავ, მალახოსაც შევკაზმავ და შევდგები სახლის დალაგებას. იგას ძინავს, მაგრამ იგასთვის გამზადებული მაქვს. ხაჭაპური არის. რეცპი არის მოხარშული. რაღაცები არის და რომელიმეს კი შეჭამს. პატარა ჭადს ვაკრავ, იმიტომ რომ გიგა ჭამს ჭადს და ამირანს რომ ეყოს. თოთო ჭადს დავაკრავ, მალახტოს ხდება უფრო თოთო ჭადი. მალახტოს და აიმახს. სეგი ხმაურს ვერ აღწდი მე. სოლობიც მოიხარშა. ერთი ხუთი ვადროვოთ და მორჩა. ეხლა დავრეცხავ ჭურჭელს. ცოტაში ჩაიწეთება, მერე დავამშრალებ. ხარშა. მოვავლებ. წამოდუხდება და გავთიშო. მე გასინჯვა არ მიყვარს, კი იცით თქვენ. მაგრამ თვალისწინით რომ ვაკეთებ ყველაფერს, თითქმის ყოველთვის თუ ეკლება თვითონ ჩაამატებენ. აი, შენი მალახტი. ჭადიც კიდე ასეთი პატარა.
ადოხდა, ამასაც გადავურევ და მორჩა. ესეთი სურნელია. ჩაჭვეტილი ლობიონი გოსში და ქინძში, ეგეც გემრიელია. კი ბატონო, მაგრამ ეს მაინც სხვა მერწმუნეთ. რას უნიტრიალებს? ასე აგენს ახლა დავრეცხა. სანამ მოვლიან. თავარი საქმე გაკეთებულია. თავარი მაინც არის საჭმელი. ცოტა დარჩა ნიგოზი და შევინახო. თავარი არის საჭმელი და მე ახლა დალაგებას რაღა უნდა. მივდგები, მოვდგები. ვაკ გადავაძრე და ვრეცხავ გადასაფარებელს. ეხლა დავხვეტავ. დავაპილასოსებ. მაგრამ ჯერ გიგას ძინავს და ამიტომ ვერ ხმაურობ იქით და აქეთ რასაც შევძლებ ხმაურის გარეშე გავაკეთებ და საქმესაც მორჩები. ღმერთს მადლობა, დღეს უკეთესად ვარ, მართლა. არ ვიცი ყავა დავლიო თქვენს ერთად, თქვენთან ერთად ვით ვერ ვისწავლე. კაი, გავაკეთებ, დავლიო. ადრე აღარ არის უკვე 11-ია საათი. გავაკეთებ ყავასაც და დავლიო და თან მივეჩვიე უკვე თქვენთან ერთად დალევას. სარეცხიც მაქვს. რეცხავ. გაზი წუხევ გავწმინდე კარგად. გიგას რომ გავუკეთეს ყველიანი კვერცხი. მაგას ვეძახით ჩვენ მოხრაკულს. ზოგიერთი ბორანოს ეძახის, რატომ არ ვერ გამიგია, მაგრამ ბორანო არ არის ეგ. ეგ არის მოხრაკული. გავუკეთე გუშინ და ცოტა დაეტოვებია ეჭამა. დავლიო ეხლა თქვენს ერთად ყავას. ცოტას რაღაცას წავიჭრა, რომ იცოდეთ ეხლა რა ჩაცხა სახლში, გაზი ანთია, კარები ჩახურული. და უკვე всё. დილას თმა შევიღებე და იბანავე, მაგრამ ეთყობა რამე შეღებილის. არაფერი. იმიტომ რომ სხვა საღებავი მოვიტანე და მგონი ეს დიდად არ ვარგა. არ ვიცი, ან მე ვერ შევიღებ. როგორც მითხრეს, ისე გავაკეთე ეს შამპუნს აღებავი რომ არის. მაშინ რომ ვიყიდე ის სულ სხვა იყო და ეს კიდევ სხვა არის. არ ვიცი, შეიძლება შეღებილია, მაგრამ მე აქ რომ შეთხელებული მაქვს თმა, შეიძლება მაგის ბრალია. არ ვიცი, არავის არ დავაბრალებ. ჩემი ბრალი იყოს. უცებ გაკეთდა საჭმელი. სულ უცებ. აქ 9 საათში ჭაცაც გადავატრიალებ. კიდევ 9 საათი უნდა ეგეც მზად იქნება. გუშინ ხო საუთავებლები გუშინ მოვამთავრე. აღარ გადავიღე იქ უთოების დროს. ყოველთვის ხომ არ გაყურებინებთ ახლა იმას და თან ხმაურობს. დავკომპლექსდი მეგობრებო ამ ხმაურზე. რომ ესე იგი ხმაური თუ არის, ჩემი ვიდეო არ ვარგა და ვცდილობ ყველანაირად რომ არ გიხმაურობ. არა, იქ ახლა გადასაღები მაინც არაფერი არ იყო, უბრალოდ ვამბობ.
როგორც ჩანისლული და ღრუბლულია და თან გამოდრილი რაღაცნაირი ამინდიეთი ადუხდეს გაჩვენებთ. აქ ხმაურის მეც ვერაფერს მიდაინახავთ. ნახეთ. მუშაობი ყველგან. ნახეთ როგორია. წვიმა არაა, მაგრამ გრილი და გემრიელი ჰაერია. ხომ დავჯდებოდი ახლა აქ და დავლევდი სიგრილეში ყავას. მაგრამ რა ვქნა? დავჯდებოდი ახლა აქ და დავლევდი. სიგრილეში დავლევდი ყავას გარეთ. მაგრამ რა ვიყო? არა უშავს რაც არის ეგ არის წუხელ დავალაგე აქ ყველაფერი და ისე დავწექი არ მაქვს ახლა ისეთი რომ ვაიმე და რაღაც დასალაგებელი მაგრამ ხომ იცით დილას მაინც უნდა ყველაფერს ხელის გადავლება ავაის და მაინც ასე რომ ცოტა საქმეები კიდევ მაქვს მაგრამ ბევრი არა იმედია სადაც მაქვს ჩაფიქრებული წავალიქ პირველის მერე ან ასე ორის მერე და თუ წავედი კარგი იქნება თუ არა და რა ვუყოთ ახლა ყველაფერი ზოგჯერ შენ რომ გინდა ისე არ ხდება რა ისე სუქანს მაჩვენებს ამ ვიდეოებში რომ ამ ხელა არ ვარ მაგრამ ჩემ ვიდეოებს რომ უყურებ ძალიან სუქნად ვარ და ასე არ ვარ მსუქანი ეხლა სუსტი ვარ მეთქი არც მაგას არ ვამბობ მაგრამ იმ ხელაც არ ვარ ხო თითქოს და ცელულიტები მიჩანს და თითქოს და რაღაც არ ვარ მასე რაც კამერა სხვანაირად აღიქვამს ეთქო მართლა არ ვარ და ეხლა ყოილი რა შუაშია ხო რიქით ჩამოვიფერთხე რაც ეს YouTube-ის არხი გავაკეთე მართლა ჩამოვიფერთხე რატომ ჯერ მქონდა ცოტა რაღაც კი მოგიყევით თავიდან რომ შიში არა უფრო პასუხისმგებლობა და ცოტას განვიცდიდი ცოტას ნერვიულობდი მე ბევრი რამე სჭირდებოდა აქ თქვათ სწავლა რაღაცა და მიწევდა თქვათ გვიანე ღამეში გვიანამდე ყოფნა დილით ძალიან ადრე ვდგებოდი რაღაცებს ვასწრებდი ეხლა შევეჩვი ეხლა აღარ ვარ მასე ნამდვილად აღარ ვარ არაფერზე აღარ ცნებიულობ საერთოდ არა მე რაც მაგალითად თუ SMS-ი რამე იყო არ წამიშლია არც არაფერი არ წამიშლია დავტოვე მე რა პირიქით თუ მოვა რამე კიდე არ მაქვს მაგაზე პრობლემა ხო და შევეგვე რას იცი მაგას თავიდანაც ვამბობდი რომ მაგაზე არ გავამახვილებ დიდად ყურადღებას უბრალოდ ეხლა უპასუხოთ ვერ დავტოვებ მაგრამ ვაიმე და ეს რა იყო და ეს რა მოხდა ასე არა უბრალოდ პასუხს გავცემ მეთქი და ხო და შევეგვე რას ანუ როგორ გადავიღო როგორ დავამონტაჟო როგორ რა გავაკეთო როგორ ამოუშალო როგორ რაღაცა ამას ხომ ჭირდებოდა თვისება მე ხომ არაფერი არ ვიცოდი საერთოდ და ცოტა მაგაზე მქონდა ნერვიულობას ვერ დავარქმევ მაგრამ მიხვდით რასაც ვამბობ და ეხლა ნამდვილად აღარ ვარ მასე მივეჩვია ყველაფერს ვაკეთებ ჩვეულებრივად მოძრაობ ჩვეულებრივად თუ რამე აი წუხანდელ ვიდეოში
ამირე რაღაცას რომ ეხუმრებოდა, იგიც დავტოვე და არ წამიშლია, მე რა იყოს, თავიდან მასეთებზე ცოტა მქონდა. მასეთებზე რა ეხლა სულ მასე კი არ ხუმრობდა რაღაცა, მაგრამ ბევრ რამეს ვშლიდი, ბევრ რამეს და ვიდეოები იმიტომ იყო ცოტა არეული, ძალიან ბევრ რამეს ვშლიდი იყოს, მე რა ცხოვრებაა ჩვეულებრივი და ადამიანი ვარ, მეც შეცდომაც მაქვს, თქვა არასწორი რაღაცაც მაქვს და სწორი რაღაცაც მაქვს. იყო ჩვეულებრივად. არაფერს არ მალავ, არაფერს არ ვშლი და არაფერს აღარ განვიცდი მაგაზე. როგორც გამოვა, ისეთი გამოვა. ხო და უფრო რა ქვია ამ სიტყვას? დასტრესილი აღარ ვარ, უფრო ჩვეულებრივად მიმაჩნია ყველაფერი და მეც უფრო კაი ხასიათზე დავდგები, როცა ვიღებ ვიდეოს. კაი ხასიათზე ვდგები, დავდგები არა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხო? ყველაფერი ხომ შეიძლება რომ იყოს. და მით უმეტეს რამეს არ ვაკეთებ ისეც რომ კაცს მიღმაც ისევ ცხოვრობ და კაცთანაც ისევ ცხოვრობ, როგორც ვარ. ერთადერთი ახლა რასაც უნდა მივეჩვიო, ეს არის ერთი და იგივეს 100-ჯერ თქმა დავივიწყო. ამას მივეჩვიო. და всё ჩვეულებრივად იქნება ყველაფერი. მით უმეტეს რა მაქვს სანერვიულო და თქვათ რამ უნდა დამსტრესოს, როცა ასეთი მაყურებელი მყავხართ, ასეთი თბილები, ასეთი ტკბილები და ასეთი გემრიელი ხალხი ხართ, რატომ უნდა ვიყო დასტრესილი? არანაირად. უბრალოდ ჩემში არის ახლა რა? ერთ ვიდეოზე რომ იწერია, რომ არ იცი ხუმრობა არ უნდა იხუმრო მეთქი. არ ვიცი. არა, ხუმრობა ვიცი, როგორ არ ვიცი ახლა. ისეთი კი არ ვარ მართლა უჟმური ხასიათის ხუმრობა არ ვიცოდე და რაღაცა თქვათ, მაგრამ ის გამოხატვის მანერები არ მაქვს, რომ რაღაცნაირად რომ მოვიტანო თქვენამდე და ხო რაღაცა ამ საკითხში ვერ ვარ. ხო თუ ხუმრობა კი მიყვარს. როგორ არა და თან როგორ ირონიული ხუმრობა რომ არის და რაღაც ასეთ ამიტომ ვუყურებ მაგალითად ბევრ გოგოებს მაგის გამო რომ რაღაც ხალისის შემოაქვთ ისე რომ ვერც მიხვდები და უცებ რაღაც ხუმრობიდან რაღაც თემაზე გადადის და მაგიტომ მიყვარდა, მაგრამ ჩემში რაღაც ეს ვერ არის, ვერ გავაკეთე, ვერ მივედი მაგამდე, იმიტომ რომ ჩემ ბუნებაში არ ზის. მაგრამ ხუმრობა არ მიყვარს და ეხლა უჟმური სახით დავდივარ და რაღაცასი არა, არ ვარ მასეთი. მაგრამ რაც შენი არ არის და მოჭა. ნაძალადევად ვერაფერს ვერ გააკეთებ. მოწონებით მოვწონს. აი ვიტყვი თუ გინდაც მანანა მათიაშვილო თუ მიყურებ, ძალიან კარგი გოგო ხარ, მართლა გადასარევი გოგო ხარ, ისეთი იუმორის გრძნობა გაქვს, ისეთი გადმოცემა გაქვს, რომ შენთან ვიყავი მაგიტომ, რომ ყავას დავლევდი თუ მოცლით თავისუფალ დროს. არა, ისეც მიყვარ ხარ, გულით მიყვარ ხარ, მართლა მაგარი გოგო ხარ და მაგიტომ მეთქი რაღაც არასწორად თქვი. ყავას დავლევდი თუ მოცლით დროს ვიჯექი თუ რაღაც სულ მინდოდა დაგედო ვიდეო მეყურებინა რომ ხალისდებოდი და რაღაც პოზიტივი გაქვს, ძალიან მაგარი. და აი არ ვარ მეთქი მაგ დაგვარი როგორიც მაგალითად მანანა მათიაშვილია. მატიაშვილი თუ მათიაშვილი. სწორად ვამბობ. არა. მართლა მაგარი გოგოა. მართლა. ყველანაირად მაგარი გოგოა. მე არ ვამბობ მეგობრებო, ეხლა განსაკუთრებულად მეთქი და ვიღაცას იმას კი არ ვამბობ. ძალიან მაგარი გოგოები არიან, მეებს ვუყურებ. მართლა კაი გოგოები არიან. ეხლა განსაკუთრებულად რატომ გამომივიდა ნათქვამი? იმიტომ რომ რაღაცნაირი იუმორი აქვს, რაღაცნაირი. ისე შემოიტანს იუმორს, რომ ჯერ არ ელოდები და უცებ რაღაცას ისეთ სიტყვის, რომ
მაგარი გოგოა რა. ყველანაირად მაგარი გოგოა. მე არ ვამბობ, ბევრია მაგალითად მრავალშვილიანი დედებია, ბევრი გოგოებია, ძალიან ბევრი. არ ვამბობ, ცუდად არ გამიგოთ, რომ ვინმეს განსაკუთრებულად თქვათ ვამბობდე და დანარჩენებს ვივიწყებდე, არა. და იმიტომ ვცდილობ, რომ არ ჩამოვთვალო მეთქი და ეხლა მანანას სახელი იმიტომ ვახსენე, რომ ჩემი მაყურებელი უმრავლესობა მისი მაყურებელია და მართლა რომ მაგარი გოგოა, ამაში ყველა დამერწმუნება. მართლა. არ ვიცი. ბევრი გოგოები არიან. ძალიან ბევრი. ეხლა რომ ჩამოვთვალო მასე, ვიღაცა გამომრჩება და უფრო საწყენი იქნება და ამიტომ მარტო იმიტომ თქვი მანანას სახელი, რომ პირადი მიმოწერაც მაქვს მანანასთან, მართლა მაგარი გოგოა, მართლა გულით მიყვარს და არ ვიცი თუ რამე ეხლა ასე თქვი და ვახსენე მხოლოდ მისი სახელი, საწყენი ნამდვილად არ უნდა იყოს. ყველას პატივს ვცემ და ყველა მიყვარს ძალიან, ვისაც ვუყურებ, მართლა კარგები არიან. და წერ კიდეც და სიამოვნებით ვუყურებ. და ბევრი რამე მომწონს, ბევრი რამე და მართლა რა ვიცი. არ მინდა, იმიტომ არ მინდა ჩამოვთვალო. ერთხელ იყო კითხვა ჩემთან, ვის გამოყოფდი თო განსაკუთრებით ფავორიტი შენთვის ვინ არისო და ასე არ მინდა დავასახელო, არც არავის გულს არ ვატკენ და არც არავის არ ვიტყვი რომ ის მომწონს, ეს არ მომწონს. ყველა მომწონს და იმიტომ ვუყურებ და თუ არ მომწონს, არც შევხედავ და არც ვუყურებ მაშინ. მაგრამ არ ჩამითვალოთ ეგეც იმაში, რომ ცალკე რაღაცა გამოვყე და მანანაზე ვისაუბრე. არა, მანანასთან ვარ უკვე რა ვიცი 3 წელია ვუყურებ და ამიტომ რაღაც თუ გინდათ რომ გამოვყო, ეგეც არ უნდა იყოს საწყენი. ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, ვისაც უნდა იმას უყუროს, ის ყავდეს ფავორიტი და ის იყოს მისთვის ყველაზე კარგი. ყველა ადამიანს აქვს მაგისი უფლება. და მეც მაგალითად შეიძლება მიყურებდეს, ვთქვათ, 500-600 კაცი ან 700 კაცი, მაგრამ არ მოვწონდა იქიდან, ვთქვათ, 300 კაცს, ხო? მაგრამ მაყურებელი იყოს ჩემი. ხო და აი მე ვისაც ვუყურებ მაგალითად, მომწონს, მიყვარს, კარგი გოგოები არიან, კარგები არიან და ვუყურებ იმიტომ. რაღაცის გამო უყურებ ადამიანს. მაგალითად აკაკი გეგენავა არის ასეთი, ვუყურებ იმას. ხშირად ვერ ვუყურებ, მაგრამ როცა დროს ნახულობ, ვუყურებ. რატომ ვუყურებ? ჯერ ადამიანია კარგი პიროვნება, მაგრამ პლუს იმას, რომ კარგი ადამიანია, ცხოვრობს ამერიკაში, მუშაობს, ტვირთი გადააქვს მანქანით, ტრაილერით და ჩემი დიშვილიც ხომ ამერიკაშია და ისიც მუშაობს მანქანაზე. იმასაც გადააქვთ მანქანები თუ რაღაც ასეთები, არ ვიცი ახლა ზუსტად რა ტვირთი და აი იქედან ჩემს დიშვილს არ აქვს თქვათ არხი. მე მაქვს მასთან მიმოწერა, მესენჯერით საუბარი და რაღაცები და მისი პირადი კი ვიცი ყველაფერი, მაგრამ აი გეგენავას ვუყურებ, იმიტომ რომ ჯერ არის ადამიანი, აი კიდევ ვამბობ, მართლა კარგი ადამიანია და მეორედ პარალელს ვავლებ იმასთან, რომ როგორ ცხოვრობს ჩემი დიშვილი ამერიკაში. თითქოს გეგენავას რომ ვუყურებ, ჩემი დიშვილის ისტორიას ვისმენ. აი ასია რაღაცა ადამიანში ხედავ რაღაცას, რაღაცა გიზიდავს, იმაში რაღაცა მოგწონს და უყურებ ამიტომ. ხო, არა,
არსაყურებელი ვიდეოები, ნამდვილად არა, ძალიან მაგარი საინტერესო ვიდეოები აქვს და ვუყურებ, გამოწერილი მყავს. ხო და ეხლა ასე სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი მეთქი, იმიტომ ვამბობ. ბევრს უყურებ და რომ გამომჩეს, მე ცუდად იქნება და იმიტომ და რა ვიცი ეხლა თათიას უყურებ მაგალითად თათია ძალიან კარგი გოგოა, 3 შვილის დედა, რამდენამეს ასწრებს, რამდენამეს აკეთებს. ყველანაირად მოხერხებული, სუფთა, გაწკრიალებული, მართლა მაგარი გოგოა და ხო და ამიტომ ვამბობ, ბევრია კიდე და რომ ჩამოვთვალო ასე. რადგან მაშინ იყო კითხვა და მე ფავორიტად არავის არ ვასახელებ, ამიტომ მაგრამ შეიძლება მე მყავდეს ფავორიტი, მაგრამ არ დავასახელებ ვინ და ყველასაც ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ შორსაც წავალ, ვუყურებ ძალიან ბევრს. ვუყურებდი უფრო მეტად ადრე და რაც ჩემი არხი მაქვს, ვუყურებ ყველას, მაგრამ დროის მიხედვით ისე ვეღარ როგორც ადრე, იმიტომ რომ მე ჩემი დრო თავისუფალი უფრო მოვახმარ ოჯახს და ჩემს არხს. ხო და ასე რომ მეგობრებო, ეს ახლა რატომ მოვყევი? შეიძლება საერთოდ არ უნდა მოვყვე და არ უნდა ვთქვა, არ ვიცი ეგეც. ეხლა რამეს ვაშავებ თუ სწორს ვამბობ, ეგეც არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რადგან მაშინ კითხვა იყო და მე ამ კითხვას ავარიდე თავი, ეხლა გამახსენდა და მოვყევი და აი რა ვიცი, გამგები მე მგონი სწორად გაიგებს, რასაც ვამბობ. ძალიან ბევრი გოგოებია. პლუს ის და არ ჩამოვთვლი მეთქი, იმიტომ რომ და ეს 2 და 3-იც, იმიტომ დავასახელე, რომ ეს ამათთან მე წლებია ვუყურებ, 3 წელია, 2 წელია ვთქვათ და იმიტომ მანამდეც კიდე ვუყურებდი ვთქვათ წლებია სხვას, მაგრამ მე არ ვიყავი ასე გადაკიდებული არც YouTube-ზე, არც ტელევიზორზე, არც მე Facebook-იც 2 წელია მაქვს. Messenger-ი მაქვს მხოლოდ ამ Facebook-ი რომ გავხსენი მაშინ, არც მანამდე არც არაფერი არ მქონდა. სხვა საიტები არ მაქვს მაგალითად. ხო და აი იმიტომ ვამბობ, ჩემი ამ 2 წლის ან 3 წლის შუალედში ვინც მყავდა და ვუყურებდი, უფრო იმიტომ დავასახელე ესენი, თორემ როგორ არა, ბევრს ვუყურებ. დაძმა რომ არიან მაგალითად იმას ვუყურებ, მარტო ხელა ქალი რომ არ გოგო რომ არის მაგალითად შვილის ერთად იმას ვუყურებ, ძალიან ბევრს, ნინიკოს მაგალითად ვუყურებ, ძალიან ბევრს ვუყურებ და ძალიან ბევრი მომწონს და ძალიან ბევრი გადასარევი გოგოები არიან, კარგები არიან ყველანაირად და პირიქით ყველასგან მაგალითი მინდა ავიღო რაღაც და გადმოვიტანო ჩემთან. მაგალითი რა მივბაძო უბრალოდ ადამიანს რაღაცა მოსაწონში, თორემ მე ჩემი არხი მაქვს, ჩემი უფლება მაქვს, ჩემი როგორც მე თქვათ ვაკეთებ, ისე ვაკეთებ, ვინმესგან თქვათ ის არ გადმომაქვს მე ახლა რომ ისია და მეც ასე უნდა გავაკეთო. უბრალოდ რაც მომწონს მათში, ის მაგალითი უნდა ავიღო. ასე რომ მეგობრებო, არ ვიცი ახლა რატომ წამომივიდა ეს აზრი. ხო და თქვი და არ ვიცი, ალბათ გამგები სწორად გაიგებს და ცუდად არ მიიჩნევთ ჩემ ნათქვამს არავინ. ხო, მეგობრებო, გიგამაც გაიღვიძა, ავდგე ახლა მივხედო გიგას, კოფეც ყავას დავამთავრე. საჭმელიც გაკეთე და ანუ ახლა მაქვს თავისუფალი დრო იმისთვის, რომ მივხედო ჩემს სახლს. მივალაგო ჩემს გემოზე. ხო და ახლა დალაგების პერიოდში თავისთავად ხმაურია და ასეთ ვიდეოს ჯერჯერობით ვიკავებ თავს და რა ვიცი, როგორ ხასიათზე ვიქნები, გუში წუხელ მაგალითად იმ ხასიათზე საერთოდ არ ვიყავი რომ ის ვიდეო ჩამეწერა, მაგრამ უცებ რაღაც ისე რომ წავიდა საუბარი მე და ამიან შორის ჩავწერე და გააჩნია როდის რა ხასიათზე ვიქნები. ზომიერების ფარგლებში თქვენის პატივისცემით, თქვენთან მოსვლა, სიყვარული და მოფერება, ყველაფერი მინდა რომ იყოს
ისე როგორც შეესაბამება თქვენთან ურთიერთობას YouTube-ს და თან იმას, რომ მეც ცოტა წინ წავიწიო და რამეს მივაღწიო. კარგით, მეგობრებო, მიყვარხართ, გეფერებით, წარმატებული დღე ყველას. წესვლა გქონოდეთ ცხოვრებაში, ყველას ბედნიერ და მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ. საღამოდ.